და ჩვენ თემას სტუმართან ერთად განვაგრძობთ ქრონიკის კითხვებს უპასუხებს თბილისის მერი დავით ნარმანია. მოგესალმებით ბატონო დავით. დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ მერიას ცეცხლის აღება შეიძლება აღარ დაჭირდეს. რა შეიცვალა ასე მოკლე დროში გუშინ საკრებულოს ხდომაზე დედაქალაქის მერისთვის 30 მილიონიანი ცეცხლის აღების თაობაზე საკითხი განიხილებოდა. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმები ტელემაყურებლებს. გუშინ შემდეგ არსებითად არაფერი არ შეცვლა. გუშინაც იყო საუბარი საკრებულოს ხდომაზე იმასთან დაკავშირებით, რომ როცა დადგება ცეცხლის აღების აუცილებლობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში აიღებს თბილისის მერია ცეცხლს. რაზეა საუბარი ძალიან მარტივად, რომ განუმარტოთ დედაქალაქის მოსახლეობას. იმაზეა საუბარი, რომ არსებული და მიმდინარე ტენდერების შემთხვევაში ჯდება გარკვეული ეკონომიები ბიუჯეტში, ასევე ზოგიერთი პროექტი, რომელიც ასე ვთქვათ, დაგვიანებით ხორციელდება ამ პროექტის ათვისებასთან დაკავშირებულ ნაწილშიც იქნება ეკონომიები და ამ არსებული ეკონომიების ფარგლებში დავიწყებთ იმ პროექტებს, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. ამიტომ თუ კიდევ დამატებით დაგვჭირდება რამდენიმე მილიონის აღება, ესეთ შემთხვევაში მივმართავთ კომერციულ ბანკს, მაგრამ როცა დაგვიდგება საჭიროება და არ გვექნებოდა ეს პროცედურული საკითხები მოგვარებული, რა თქმა უნდა, შემდგომში ვეღარ ავიღებდით ამ ცეცხლს და იქნებოდა გვიანი, ამიტომაც ჩვენ თადარიგი სწორად ავიღეთ და გავთვალით. პირველ რიგში ბიუჯეტის დასაბალანსებლად გვჭირდება ის, რომ ქონოდათ თანხმობა საჭიროების შემთხვევაში ცეცხლის აღებასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, როგორც საბიუჯეტო წესები და ნორმებია ესეთი ფორმით მივყვებით ჩვენ და წლის ბოლოს თუ დაგვჭირდება დამატებით აღება, რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ კონკურსს, რომ საუკეთესო პირობებით, ანუ ყველაზე დაბალი პროცენტით მოვახერხოთ ცეცხლის აღება. ბატონო დავით, თქვენ ამბობდით, რომ სოციალური დაფინანსების ნაწილში ბიუჯეტი სრულად გახარჯული იყო. თუ თქვენ არ აპირებთ ცეცხლის აღებას, მაშინ როგორ უნდა მოახერხოთ ამ პრობლემის მოგვარებას? რა ეკონომიაზე საუბრობდით ახლა ამ წუთას? მე ვადასტურებ იმას, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა, განსაკუთრებით მაისში და ივნისში, სხვადასხვა სოციალურ და ჯანდაცვით პროგრამებზე. რაიონულ გამგეობებში პრაქტიკულად ამოწურული დახვდა ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მუხლი, ხოლო თბილისის მერიის ცენტრალურ ნაწილში მხოლოდ რამდენიმე მილიონი ლარი დაგვრჩა და აქედან გამომდინარე შეუძლებელი იყო ამ ძალიან მწირი რესურსებით ჩვენ წლის ბოლომდე მიგვეტანა თავი, აქედან გამომდინარე უკვე არსებული ეკონომიები, რაც იყო ტენდერებში, ის გადმოვიტანეთ ჩვენ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში, რომ წლის ბოლომდე აუცილებელი სოციალური ვალდებულებები არ შეჩერდეს, არ შეფერხდეს და ყველა სოციალური მომსახურება და ჯანდაცვითი მომსახურება მივაწოდოთ საზოგადოებას. მეორე მხრივ, ბიუჯეტში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული 2015 წლის ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით არის წყალი მისაყვანი და კანალიზაციის სისტემა გასაკეთებელი. მეორე მხრივ, დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ოლიმპიური მშენებლობის კეთილმოწყობაა გასაკეთებელი, რომელიც ასევე ჩვენი ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, დამატებით რესურსები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ კაპიტალური მშენებლობებისთვის, ჭირდება ის, რაც ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული. თქვენ მოუწოდეთ თბილისის მთავრობის წევრებს ქამრების შემოჭერისკენ. მსგავსი გზავნილები წინა ხელისუფლების დროსაც ბევრჯერ მოგვისმენია, ამჯერად რამდენად ქმედითი იქნება ეს მოწოდება? მე კარგად მახსოვს წინა ხელისუფლების პერიოდი, როცა დღევანდელი ფინანსთა მინისტრი და მე ექსპერტები ვიყავით და მოუწოდებდით წინა მთავრობას სწორედ ფინანსური კრიზისის დროს, რომ ქამრები შემოეჭერათ, თუმცა ჩვენ და სამწუხაროდ მათ ქამრების შემოჭერის ნაცვლად ადმინისტრაციული ხარჯები გაზარდეს და უხვად გასცემდნენ პრემიებს, მათ შორის პრემიების საკითხებზე ზუსტად მინდა კითხოთ. ჩვენ ქამრებს შემოვიჭერთ იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ხარჯები დავზოგოთ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ უკვე გასცა განკარგულება და მომზადდა პროექტი იგივე კომუნიკაციის და საწვავის ლიმიტების შემცირებასთან დაკავშირებით. მე თვითონაც გავეცი დავალება და ჩვენთანაც მომზადებულია უკვე პროექტი იგივე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით. 600,000 ლარზე მეც დავზოგავთ ჩვენ ადმინისტრაციულ ხარჯებს და მიმართავთ ამას სწორედ იმ პროექტებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა განვახორციელოთ. ეს საჭიროა, საერთოდ. როცა ეს
ესეთი ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს და ბიუჯეტი ვალდებულებებით დატვირთულია, არ უნდა მისცეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთარ თავს. ბატონო დავით, პრემიების ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია აუცილებელია. ბატონო დავით, დღეს თქვენ მხოლოდ მიანიშნეთ, რომ მათ შორის საკრებულოს დეპუტატები არიან, იქნებ დაგვისახელოთ მათი გვარები, ვინც ყველაზე სოლიდური პრემია, ვინც ყველაზე სოლიდურ პრემიას იღებდა და შესაძლებელია თუ არა დადგეს მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მე მათ მოუწოდე რომ თვითონ გამოვაქვეყნონ მათ მიერ აღებული პრემიები, სხვა შემთხვევაში შევპირდი რომ ჩვენ თვითონ გამოვაქვეყნებთ. კი ბატონო, დაველოდოთ. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ერთიან ნაციონალური მოძრაობიდან 7 ეულში შედიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი, ვინც შედარებით მაღალ თანამდებობებს იღებდა, მათი მადა საკმაოდ დიდი იყო, ეს არის ქალბატონი სევდია უგრეხელიძე, ეს არის ირაკლი აბესაძე, თუმცა არცხვები არ ჩამორჩებიან, მათ შორის ჩემი აწუყვე ყოფილი კონკურენტი ნიკა მელია, რომელსაც ასევე საკმაოდ სოლიდური პრემია აქვს აღებული. დაველოდებით სიის გამოქვეყნებას. დიდი მადლობა ბატონო დავით, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, მაყურებელს შევახსენებთ ქრონიკის კითხვებს თბილისის მერი დავით ნარმანია პასუხი. და მიხელ